მოგესალმებით მეგობრებო. მიმდინარე ვიდეო განხილვაში გთავაზობთ მორიგ ტესტურ დავალებებზე მუშაობას გამომძიებელთა მისაღები გამოცდებისათვის. მსგავსი ვიდეო განხილვა ჩვენ უკვე ერთი განთავსებული გვაქვს ჩვენს არხზე, 10 ტესტური დავალება არის. აღნიშნული ვიდეოები ძირითადად დათმობილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა საბაზისო პროგრამაზე მოსახვედრად ჩასატარებელი გამოცდებისათვის, თუმცა ტესტურ დავალებებზე მუშაობა თქვენ რა თქმა უნდა ასევე დაგეხმარებათ, გაგავარჯიშებთ, როგორც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების იქნება ის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო. ერთ სიტყვით, სადაც სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან კაზუისტური ტესტური დავალებები იქნება მოცემული, გამოგადგებათ ყოველ შემთხვევაში გაგავარჯიშებთ მაინც. დავიწყოთ მე-11 ტესტური დავალებით. ბოტკოველმა ხეცურიანს ლუდის ქილაში სასიკვდილო ქიმიური ნივთიერება ჩაუყარა, რასაც ამ უკანასკნელი სიკვდილი მოყვა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხეცურიანი მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული და ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით იგი მაქსიმუმ 1 თვეში დაავადებით გარდაიცვლებოდა. კითხვა არის, დაიჯება თუ არა ბოტკოველი დამთავრებული განზრახი დანაშაულისათვის. ავარიანტია დიახი კი დაიჯება განზრახ-მკვლელობისათვის, ბ-ვარიანტია დიახი კი დაიჯება წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ-მკვლელობისათვის, გ-ვარიანტია არა, რადგან ხეცურიანი მაინც მოკვდებოდა და დ-ვარიანტია არა, რადგან ბოტკოველი დაიჯება განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. ხლა გვაქვს დასმული მეგობრებო ცნობილი ჰიპოთეტური მიზობრიობის პრობლემა, ასე ვთქვათ, და როდის გვაქვს სახეზე ჰიპოთეტური მიზობრიობა, მოდი ვთქვათ, როდესაც ერთმა პირობამ შედეგი კი გამოიწვია, მაგრამ სხვა პირობაც მცირე ხნის შემდეგ სწორედ ამგვარ შედეგს გამოიწვევდა. ასე დროს ამსრულებელს ობიექტურად შეერაცხება დამდგარი შედეგი, სიკვდილი კონკრეტულ დროს უშუალოდ მისი ქმედების შედეგად იქნა გამოწვეული. ხა, ოდესღაც ყველა მოკვდება, უკვდავი არავინ არ არის, ამიტომ იმ მომენტისათვის, ვინაიდან მას სასიკვდილო შედეგის გამომწვევი ქმედების სადავეები ხელთ უყრია, იგი რა თქმა უნდა აგებს პასუხს განზრახ მკვლელობისათვის. ამიტომ აქ სწორი პასუხი გვექნება მარტივად, რო ვთქვათ, ავარიანტი. ეხლა რაც შეეხება უმწეო მდგომარეობას, ბ-ვარიანტი გვაქვს უმწეო მდგომარეობა, ანუ ამძიმებს კვალიფიკაციას, ასე რომ ვთქვათ. უმწეო მდგომარეობის შესახებ კაზუსი მინიშნებას არ გვაძლევს, რომ ამსრულებელმა რაიმე ფორმით იცოდა ამგვარი მდგომარეობის შესახებ. ხო, მაგალითად, თუ მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული ადამიანი და იმავდროულად არის ძალიან სუსტად, არის მწოლიარე მდგომარეობაში, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს დამოუკიდებლად საკვების მიღება და ასე შემდეგ, ეს ქმნის რა თქმა უნდა უმწეო მდგომარეობას, მაგრამ ცალკე აღებული სიმსივნით დაავადება, რომელი სტადიაც არ უნდა იყოს, სისხლის სამართლებრივი გაგებით უმწეო მდგომარეობას ვერ აფუძნებს. თუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ გვაქვს რაიმე მინიშნება, ხო, რა პირობებიც მე ჩამოვთვალე, თუნდაც მწოლიარე მდგომარეობა. ამიტომ აქ არ უნდა განვავრცოთ ჩვენ ფანტაზია, ასე რომ ვთქვათ, და ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ ტესტებზე მუშაობის დროს ჩვენი ფანტაზია არ უნდა ჩავრთოთ. ამიტომ მარტივად უნდა ამოვიდეთ, რაც გვაქვს ფაბულა და მარტივად გავცეთ პასუხი დასმულ კითხვას. შესაბამისად, აქ უკვე ვთქვით, რომ სწორი პასუხი გვექნება ავარიანტი. გადავიდეთ მორიგ მე-12 ტესტურ დავალებაზე. ლაბაძემ შეიტყო, რომ ყოფილ მეუღლეს მახარაძეს ინტიმური პარტნიორი ჰყავდა. მან სოციალურ ქსელ Facebook-ში ყოფილი მეუღლის ფოტოების დათვალიერებისას იფიქრა, რომ იგი ორსულად იყო. ლაბაძე მახარაძის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მის გამოჩენას დაელოდა. ყოფილი მეუღლე სამსახურიდან სახლში ღამით გვიან დაბრუნდა, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან შეიარაღებული ყოფილი მეუღლე დახვდა. ლაბაძემ მას ყვირილი და გინება დაუწყო იმის გამო, თუ როგორ გაბედა და სხვა მამაკაცისგან დაორსულდა. მახარაძემ გაქცევა სცადა, რა დროსაც ლაბაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის სხვადასხვა ადგილებში სამჯერ ესროლა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად მახარაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მახარაძე ორსულად არ იყო. როგორ შეფასდება ლაბაძის ქმედება? A ვარიანტია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ-მკვლელობა. B ვარიანტია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ-მკვლელობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა. G ვარიანტია განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. და D ვარიანტია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ-მკვლელობა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის განზრახ-მკვლელობის მცდელობა. ეხლა აქ მეგობრებო, მთავარი პრობლემა, ასე რომ ვთქვათ, დასმული კაზუსში გვაქვს იმაში, ორსულობა დამნაშავის წარმოდგენაში ქმნის თუ არა დამამძიმებელ გარემოებას, მაშინ როდესაც ობიექტურად მსხვერპლი ორსული არ არის. ანუ თეორიულ ნაწილში რო ვთქვათ, უნდა ვიხემძღვანელოთ, ასე ვთქვათ, სუბიექტური თეორიით თუ ობიექტური თეორიით. ანუ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კვალიფიკაციისას ამსრულებლის წარმოდგენაში თუ ობიექტურად დამდგარ შედეგში. აი რაში გვაქვს აქ სხვაობა. მარტივად უნდა ვთქვათ და დავიმახსოვროთ, რომ როდესაც ორსულობა არსებობს მკვლელის წარმოდგენაში, ხოლო რეალურად მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა არ დასტურდება, სწორი შეხედულების მიხედვით ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მარტივი მკვლელობით. ასმერვე მუხლით, თუ თავისთავად თუ სხვა დამამძიმებელი გარემოება არ გვაქვს, რადგან რეალურად ორსული ქალის სიცოცხლე ხელყოფილი არ არის. თუმცა ჩვენ მოცემულ კაზუსში სხვა დამამძიმებელი გარემოება გვაქვს, კერძოდ კი სისხლისამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად ყოფილი მეუღლე მიიჩნევა ოჯახის წევრად. ამიტომ 119 მუხლით გვექნება კვალიფიკაცია თავისთავად, მაგრამ არა როგორც წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, არამედ როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ-მკვლელობა. შესაბამისად, მსგავს ტესტურ დავალებებში სწორპასუხად შემოვხაზავთ A ვარიანტს. აღნიშნული მიდგომა, რა თქმა უნდა, გაზიარებული არის სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკითაც და იურიდიულ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. სწორი პასუხი არის აღნიშნული, რომ წარმოდგენას არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ობიექტურად ვინ არის ხელყოფილი, მას აქვს უპირატესობა და თამამად გეუბნებით, რომ მსგავსი ტიპის კაზუსებში, როდესაც ობიექტურად არ არის ხელყოფილი დამამძიმებელი გარემოების მომცველი მსხვერპლი, ასე რომ ვთქვათ, ამიტომ შემოხაზეთ ის, რაც ობიექტურად არის ხელყოფილი. და თუ ამას გამომცდელი არ ჩაგითვლით სწორპასუხად, რა თქმა უნდა, გაასაჩივრეთ და მიუთითეთ, რომ აქ სწორი მოსაზრება არის ობიექტური თეორია და არა მსხვერპლის წარმოდგენა. წარმოდგენა შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ იმის გამო, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ არსებობს, პირს პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ. შესაბამისად, აქ მარტივად უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს სწორი პასუხი A ვარიანტი. მე-13 ტესტური დავალება არის ერთ-ერთი საინტერესო კაზუსი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ტრიალებს მსგავსი ტიპის კაზუსები ამა თუ იმ გამოცდებში, მაგალითად ბოლოდროინდელ პროკურატურის მისაღებ გამოცდებშიც იყო მსგავსი ტიპის ტესტური დავალებები და ასევე აკადემიაში არის ხოლმე მსგავსი კაზუსებიც მოცული. ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე ახლა აქ. ლორდ კიფანიძემ მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გაუსწრო მოპედით მიმავალ ინაურიძეს, რა დროსაც არ უზრუნველყო მანევრისათვის დადგენილი დისტანციის დაცვა. მოპედის მძღოლი უკანა საბურავებში ჩაუვარდა სატვირთო ავტომანქანის მისაბმელს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოპედის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.7 პრომილეზე ბევრად მეტი იყო. კომისიური სატრანსპორტო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ისიც, რომ მოპედის მძღოლი ისეთი ალკოჰოლური სინთვალის მდგომარეობაში იყო, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის მიერ წინდახედულობის ნორმის დაცვის შემთხვევაშიც სავარაუდოდ მაინც ამ ავტომანქანის ბორბლებ ქვეშ აღმოჩნდებოდა. კითხვა გვაქვს შემდეგი, მიუხედავად მოპედის მძღოლის მდგომარეობისა, შეერაცხება თუ არა ლორდ კიფანიძეს დამდგარი შედეგი ობიექტურად. A ვარიანტია, არავინაიდან მისაბმელიანი
სატვირთო მძღოლის მოქმედებასა და მოპედის მძღოლის გარდაცვალებას შორის არ არსებობს მიზობრივი კავშირი. B ვარიანტია, არავინაიდან მძღოლის მიერ წინდახედლობის ნორმის დაცვის შემთხვევაშიც სავარაუდოდ მოპედის მძღოლი მაინც ამ ავტომანქანის ბორბლებ ქვეშ აღმოჩნდებოდა. G ვარიანტია, დიახ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შედეგის ობიექტური შერაცხვა რისკის ამაღლების თეორიით დასაბუთებულია და D ვარიანტია, არავინაიდან ასეთ შემთხვევაში შედეგის ობიექტური შერაცხვა რისკის ამაღლების თეორიით გამორიცხულია. ეხლა აქ რასთან გვაქვს საქმე, ნახეთ. ეს რისკის ამაღლების თეორია, რაც ვარიანტებში გვაქვს ნახსენები, გერმანული სისხლის სამართლიდან გადმოტანილი ერთ-ერთი თეორია არის და საინტერესო საკითხს წარმოადგენს. სისხლის სამართლის მეცნიერებაში სადაო არის საკითხი გაუფრთხილებლობის შემთხვევაში პირს შეერაცხება თუ არა მისი ქმედებით გამოწვეული შედეგი, როცა უტყუარად არ დგინდება, არამედ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, რომ პირის მიერ მართლზომიერი ალტერნატიული ქმედების ჩადენის შემთხვევაშიც შედეგი თავიდან იქნება აცილებული. სწორედ მსგავსი პრობლემაა დასმული მოცემულ კაზუსში, სადაც რისკის ამაღლების თეორიით შედეგის ობიექტური შერაცხვა დასაბუთებულია. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როდესაც უტყუარად დადგინდება, რომ მართლზომიერი ალტერნატიული მოქმედებაც უეჭველად იგივე შედეგს გამოიწვევდა, შედეგის ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება. ეხლა ეს თეორიული საკითხი რომ გავაპრაქტიკულოთ და გავამარტივოთ ჩვენივე კაზუსზე მსჯელობით, პირველი რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ სატვირთოს მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. კერძოდ, ის უსწრებს ველოსიპედს, უпростоრად მოპედს, რომელიც რა დროსაც არ იცავს დადგენილ დისტანციას, მეორე რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ მოპედის მძღოლი არის მთვრალი და მესამე საკითხი, რაც ყველაზე ყურადსაღები არის ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სატვირთოს მძღოლი დადგენილი დისტანციის დაცვით განახორციელებდა მანევრს, ესე იგი იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი არ დაარღვევდა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესს, მოპედის მძღოლი სავარაუდოდ მაინც საბურავებში ჩაუვარდებოდა. საკმაო მომენტი, რაც სწორ კვალიფიკაციამდე მიგვიყვანს, არის ის, რომ წინდახედულობის ნორმის დაცვის შემთხვევაშიც ანალოგიური შედეგის დადგომა არის ვარაუდი. სწორედ ამიტომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა აამაღლა რისკი მოპედის მძღოლის გარდაცვალებისა და იგი უნდა დაისაჯოს. შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება მესამე ვარიანტი, G ვარიანტი. მორიგი მე-14 ტესტური დავალება შედგენილი მაქვს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილიდან და დათმობილი არის სასჯელების თავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დონდუა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატების სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. დონდუას ადვოკატმა განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ დაუშვებელია პირის მიმართ ერთდროულად 5 სასჯელის გამოყენება. კითხვა გვაქვს შემდეგი, სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია. A ვარიანტია, დიახ, რადგან ერთდროულად შესაძლებელია მაქსიმუმ 4 სასჯელის, 1 ძირითადი და 3 დამატებითი სასჯელის გამოყენება. B ვარიანტია, დიახ, რადგან ერთდროულად შესაძლებელია მაქსიმუმ 3 სასჯელის, 1 ძირითადი და 2 დამატებითი სასჯელის გამოყენება. G ვარიანტია, დიახ, რადგან ჯარიმასთან ერთად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაუშვებელია და D ვარიანტია, არც ერთი პასუხი არ არის სწორი. სანამ გადავალთ მეგობრებო ამ უხსნაზე, ტექნიკური თვალსაზრისით ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა დააკვირდეთ. მსგავსი ტიპის ტესტები არის ხოლმე შედგენილი იმისათვის, რომ გამოსაცდელი პირი შეგნებულად დაიბნეს და რაზე მაქვს საუბარი. სამივე ვარიანტი გვაქვს ერთი პოზიციანი ვარიანტი, ასე რომ ვთქვათ, სამივე ვარიანტი გვეუბნება, რომ დიახ, რაღაცა მოცემულობა ადვოკატის პოზიცია სწორია. ამიტომ გამომცდელი
გადაერთვება ხოლმე იქითკენ, რომ აი ეს სამი რო არის დიახ ერთად, აქედან უფრო იქნება ერთ-ერთი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამაში არ არის საკითხი ჩადებული, პრობლემა ჩადებული, არც ერთი არ არის ახლა აქედან სწორი. არც ერთი პასუხი არ არის სწორი, ამიტომ უნდა შემოვხაზოთ D ვარიანტი და რატო. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ჯარემა დაინიშნოს ძირითად სასჯელად. ეხლა სისხლის სამართლის კოდექსის 51 მუხლს რომ ჩავხედოთ, მეორე ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავება ან საქმიანობის სრულის ჩამორთმევა, უცხოელის გაძევება, საქართველოდან და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ეხლა მთავარი საკითხი, რაზეც ადვოკატი აპელირებს, არის ის შესაძლებელია თუ არა დამატებით სასჯელად დაინიშნოს 4 სასჯელი. ისევ 51 მუხლს უნდა ჩავხედოთ, კერძოდ ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებით სასჯელის დანიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნეს მხოლოდ ერთი ძირითადი სასჯელი, რაც გვაქვს კანონმდებლობით დადგენილი და დამატებით შეიძლება გამოიყენონ ყველა სასჯელი, გარდა გამასწორებელი სამუშაოსი, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, ვადიანი და უვადო თავისუფლების აკვეთისა, რადგან აი ეს უკანასკნელი სასჯელები, რაც ჩამოვთვალი, არის მხოლოდ ძირითადი სასჯელები. ანუ კოდექსში რაც გვაქვს ჩვენ დამატებითი სასჯელები ჩამოთვლილი, იქიდან ერთ-ერთი შეგვიძლია ავიღოთ და დავნიშნოთ ძირითად სასჯელად, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც ძირითად სასჯელად არ ინიშნება, მაგალითად იერახთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა პირობითად და დანარჩენი ყველა ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ. საპროტესტო შეთანხმებით მით უფრო შესაძლებელი არის, იმიტომ რომ საპროტესტო შეთანხმება იძლევა ყველანაირ ლავირების საშუალებას გარდა კანონით მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევებისა. მაგალითად, როგორც არის საპროტესტო შეთანხმება რა შემთხვევაში არ დაიდება, ხო, ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ პირობითად არასრულოვანის მიმართ ჩადენილი არის სქესობრივი დანაშაული, რაც გვაქვს პირდაპირ გათვალისწინებული კანონმდებლობაში, მსგავს შემთხვევაში საპროტესტო შეთანხმების დადება გამორიცხული არის, კანონი გრძალავს ამას. ერთ სიტყვით, მსგავს მოცემულ მე-14 ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, რომ არც ერთი მოსაზრე, არც ერთი მსჯელობა, რომელიც ადვოკატის პოზიციას გაამყარებს, სწორი არ არის. გადავიდეთ მე-15 ტესტურ დავალებაზე, რომელიც ასევე ძალიან პრაქტიკული არის, რა გაგებით, რომ მსგავსი ტიპის ტესტებიც ხშირი არის გამოსთასი. და მინდა რომ კარგად დააკვირდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით მსგავსი ტიპის ტესტურ დავალება გამოსთაზე თქვენ შეგვხვდებათ. თბილისის შემოვლით გზაზე ღამით მებონია ავტომანქანით დაეჯახა ქვეიდად მოსიარულე მთვრალ მამაკაცს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მებონიასთან ერთად იმყოფებოდა მისი საცოლე ჟორჟოლიანი. ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან და ნახეს, რომ დაზარალებულ შეჯახების შედეგად მიყენებული ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ იცოდნენ, თუ დაზარალებულს დროული სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ, შეძლებდნენ მის გადარჩენას, თუმცა შეგნებულად არც ავადმყოფოში წაიყვანეს და არც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მოსალოდნელი სასჯელის შიშით ისინი შემთხვევის ადგილს გაერიდნენ. დაზარალებული შინაგანი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩებოდა. კითხვა არის, როგორ დაკვალიფიცირდება მებონიას და ჟორჟოლიანის მოქმედებები. ავარიანტია, მებონიამ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ჟორჟოლიანმა განსასწრებში მიტოვება. ვარიანტია, მებონიამ ჩაიდინა უმოქმედობით განზრახ-მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ხოლო ჟორჟოლიანმა დაუხმარებლობა. ვარიანტია, მებონიამ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ჟორჟოლიანმა დაუხმარებლობა და ვარიანტია, მებონიამ ჩაიდინა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება, ხოლო ჟორჟოლიანმა განსასწრებში მიტოვება. როგორც უკვე აღნიშნე, ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით გამოსთაზე ხშირად არის მოსული კაზუსები რამდენიმე ვარიაციით. მოცემული შემთხვევა ერთ-ერთი ვარიანტია, როდესაც მძღოლი რწმუნდება დაზარალებულის სიმძიმის ხარისხში, თუმცა მოსალოდნელი სასჯელის შიშით ტოვებს შემთხვევის ადგილს და მიმალვას ცდილობს.
ხშირად გამოსვლაზე მონაწილე პირები მსგავს შემთხვევებს უმოქმედებით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რადგან დამაბნეველია ის გარემოება, რომ ძღოლი გადმოდის მანქანიდან და ხედავს დაშავებულს და შეგნებულად ტოვებს განსასწრელში. ერთი შეხედვით აქ სწორი პასუხი ჩვენ B ვარიანტი უნდა გვქონდეს, რასაც გამოსვლაზე ძალიან ბევრი ხაზავს ხოლმე სწორ ვარიანტად, მაგრამ ეს არასწორია, რა თქმა უნდა. ეხლა მოცემულ კაზუსში მძღოლის ქმედება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევად დაკვალიფიცირდება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამასთან როგორც წესი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს განსაზღვრელში მიტოვებითაც, თუმცა ტესტის ვარიანტებში სრულყოფილი კვალიფიკაცია შემოთავაზებული არ გვაქვს. ანუ დანაშაულის ერთობლიობასთან გვაქვს ხოლმე საქმე, აქ არის როგორც 276 მუხლი, ასევე არის ხოლმე განსაზღვრელში მიტოვებას დამატებული. ეხლა რაც შეეხება მის საცოლეს, ხო? საცოლე სოლიდარული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის უნდა დავსაჯოთ, კერძოდ კი დაუხმარებლობისათვის, ხო? განსაზღვრელში მიტოვება არ გამოუვა მას არანაირად, იმიტომ გარანტია არ არის. მისი წინარე ქმედებით არ არის ადამიანი სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებული, ამიტომ სოლიდარულად განზოგადებული საზოგადოებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო უნდა დაისაჯოს, რომელიც მუხლიც არის პირდაპირ მოცემული კოდექსში დაუხმარებლობის სახით. ამიტომ რო დავხედოთ ახლა რა გვაქვს, ხო? მძღოლი დაისჯება 276 მუხლით, ხოლო მისი საცოლე სოლიდარული ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ კი დაუხმარებლობისათვის. შესაბამისად, სწორ პასუხად ჩვენ აქ უნდა შემოვხაზოთ, რა თქმა უნდა, G ვარიანტი. არ შემოვხაზოთ უმწეო მდგომარეობაში განზრახ მკვლელობა უმოქმედობით. აქ ძალიან ბევრი არის შეცდომები, ჯერ ერთი რომ უმწეო მდგომარეობა სახეზე არ გვაქვს, იმიტომ რომ უმწეო მდგომარეობა, ასე რომ ვთქვათ, თავად მძღოლის მიერ არის გამოწვეული, თვითონ დაეჯახა გაუფრთხილებლობით მართალია, მაგრამ თვითონ გამოიწვია და მისგან დამოუკიდებლად არ არის უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი, ეს ერთი და მეორეც. ის რომ სასჯელი შიშით მიიმალა, ეს არ გარდაქმნის მის мотивაციას და მიზანს მკვლელობის ნაწილში. რა თქმა უნდა, სასჯელი შიშით გაერიდა შემთხვევის ადგილს და საერთოდ არ უნდა ამ ადამიანის მოკლა, ხო? და ხა რომ გავაპრაქტიკულოთ კიდევაც, პრაქტიკულად მსგავსი კაზუსები, რა თქმა უნდა, ეხლა მკვლელობით ვერასდროს ვერ დაკვალიფიცირდება, არ არსებობს ამის საგამოძიებო პრაქტიკა და არც სასამართლო პრაქტიკა, მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაგალითად ჩვენ სისხლის სამართლის კერძო ერთ ნაწილში ბოლოდროინდელ შეხედულებებს გვთავაზობენ, რომ გადმოვიდა მაგალითად მანქანიდან, დაინახა, შეიცნო მისი მოვალე, მისი მტრის შვილი და შეგნებულად დატოვა და გვეუბნებიან, რომ აქ არის სწორი პასუხი უმწეო მდგომარეობაში, უпростоრეთ უმწეო მდგომარეობა არ გვაქვსო, გვეუბნებიან, რომ არის უმოქმედობით მკვლელობა. არასწორი არის, მეგობრებო, ეს. იმიტომ რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დონეზე დაასაბუთო, მაგრამ პრაქტიკული საფუძველი ამას არა. გამორიცხული არის ავტოსაგზაო შემთხვევის გაუფრთხილებლობით, გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაიზარდოს განზრახ მკვლელობაში. ფიზიკურად ეს და ვერ დასაბუთდება ვერც ეს შემთხვევაში. ამიტომ თუ მსგავსი ტიპის ტესტი მოგივიდათ თქვენ, აი ისეთი როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, დაინახა, შეიცნო მისი მტერი, რომლის მოკვლას დიდი ხანია სურდა და ასე შემდეგ. იქ ერთ-ერთი ვარიანტი ყველა ვარიანტში იქნება უმოქმედობით მკვლელობაც. მე არ შემოვხაზავ მაგალითად როგორ იყო გამოსვლაზე უმოქმედობით მკვლელობას და თუ ამას ჩამითვლიან სწორ პასუხად უმოქმედებით მკვლელობას, მე დავასაბუთებ, რომ შეუძლებელი არის წინარე ქმედება გაუფრთხილებლობით გამოწვეული შედეგი, ასე ვთქვათ, განზრახ მკვლელობაში გადავზარდოთ, მიუხედავად იმის, რომ მე მსურს იმ ადამიანის მოკლა. ოღონდ მას შემდეგ რაც დავეჯახე, მე აღმოვაჩინე. რადიკალურად იცვლება ვითარება, რა თქმა უნდა, თუ მე ვხედავ მსხვერპლს, პოტენციურ მსხვერპლს და მანქანას შეგნებულად შევაჯახებ, ანუ გადავაჭარბებ სიჩქარეს იმ მიზნით, რომ დავეჯახო და მოკლა. აქ მარტივად არის საქმე, აქ პირდაპირ ვიტყვით, რომ განზრახ მკვლელობას გვაქვს საქმე. შეიძლება უფრო მეტიც გასაკუთრებით სისასტიკით იყოს, ზე თუ გადავატარე მანქანა. მე ვიაზრებ, რომ ტანჯველი სიკვდილისთვის ვიმეტებ ამას სუბიექტურად და ობიექტურად ტანჯველი ხა ადამიანს, რომელსაც მანქანი ზედ გადაული, ძლიერი ტკიბილების და ტანჯვის შედეგად გარდაიცვლება, ხო, ეს არ არის სასრული არაღიდან გასრულდა, რომ წამიერად დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ მსგავსი ტიპის ტესტებში შემოხაზეთ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გვერდზე მჯდომის შემთხვევაში კი თავისთავად გვექნება დაუხმარებლობა, რადგან
აგებს პასუხს სოლიდარული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ეხლა კი მეგობრებო, გადავიდეთ უკვე პროცესის ნაწილზე, ამოვწურეთ წინა 5 ტესტურ დავალებით მატერიალური ნაწილი და ეხლა უკვე გვთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან შედგენილს. ადვოკატმა საქმის არსებით განხილვის ხდომაზე გააპროტესტა მოსამართლის გადაწყვეტილება, რითაც ხდომაზე დამსწრე ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაავალა საჯაროდ არ გაევრცელებინათ პროცესზე გაჟღერებული მონაცემები. ადვოკატმა მიუთითა, რომ მოსამართლეს უფლება არ აქვს გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება, თუ ამას მხარე თავად არ შუამდგომლობს. სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია. ა ვარიანტია, დიახ, რადგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბ ვარიანტია, არა, რადგან მოსამართლეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, გ ვარიანტია, დიახ, რადგან მოსამართლეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება საერთოდ არ აქვს და დ ვარიანტია, არა, რადგან მოსამართლე საკუთარი ინიციატივით ხდომაზე დამსწრე პირებს აფრთხილებს განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. ეხლა აგვაქვს მარტივად საკითხი. ნახეთ, პროცესზე გაჟღერებული მონაცემების საჯაროს გავრცელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება მოსამართლეს აქვს დამოუკიდებლათაც თუ ამას მჭირდება მხარის შუამდგომლობა. აი, ეს არის თელი კითხვა. მარტივად გასაუბრებაზე რო იყოთ, მაგალითად თქვენ და ეს კითხვა დაგესვან, ეს არის ეს ტესტი. აქვს თუ არა მოსამართლეს დამოუკიდებლად ამის უფლება? პასუხი არის, რა თქმა უნდა, დიახ, აქვს. აღნიშნულის უფლება, რაც გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104 მუხლის მეორე ნაწილიდან. კერძოდ, მარცაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სტადიაზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან და სასამართლოს ხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დასვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, ადვოკატის პოზიცია არ არის სწორი, რადგან დავინახეთ ჩვენ, რომ მოსამართლეს აქვს საკუთარი ინიციატივით ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას და მაინც მხარის შუამდგომლობა ამისათვის არ სჭირდება. მორიგი მე-17 ტესტურ დავალება არის შემდეგი. გამომძიებელმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების გამოძიების ფარგლებში პროკურორის თანხმობით ელექტრონული პროგრამის WhatsApp-ის გამოყენებით ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გამოკითხა. ესპანეთის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის დისტანციურად გამოკითხვა დასაშვებია. ადვოკატმა წინა სასამართლოს ხდომაზე გამოკითხვის ოქმის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული იყო ესპანეთის სამართალდამცავი უწყებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაეგზავნა. საფუძვლიანია თუ არა ადვოკატის პოზიცია. ა ვარიანტია, არა, რადგან გამომძიებელს უფლება აქვს მძიმე დანაშაულის გამოძიების ფარგლებში უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაატაროს პირის დისტანციურად გამოკითხვა. ბ ვარიანტია, დიახ, რადგან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დისტანციურად გამოკითხვა დასაშვებია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე. გ ვარიანტია, არა, ადვოკატს უნდა გაესაჩივრებინა იმ საფუძვლით, რომ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დისტანციურად გამოკითხვის ჩატარების უფლება მხოლოდ პროკურორს აქვს და დ ვარიანტია, არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა ნახეთ აქ რასთან გვაქვს საქმე, მეგობრებო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილი არის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დისტანციურად გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებით ან პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით, ან და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. ეხლა ნახეთ, სამი მნიშვნელოვანი რამ უნდა დაიმახსოვროთ აქ.
სამი წინაპირობა არის, რა შემთხვევაშიც შეიძლება პირი უცხო სახელმწიფოში საქართველოსთან დისტანციურად გამოიკითხოს. პირველი, თუ ამ პირის გამოკითხვა დაშვებული გვაქვს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. მეორე, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს, აი სადაც არის ეს პირი, სადაც უნდა გამოიკითხოს დისტანციურად, თუ აი ამ სახელმწიფოს სამართლით არის აღიარებული, ან დადგენილი არის შესაძლებლობა ის იძლევა კანონმდებლობა, ასე რომ ვთქვათ. და მესამე, შეიძლება პირდაპირ კანონმდებლობაში მას არ უწერია, ჩვენ მასთან მაგალითად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული, დადებული, მაგრამ ამ სახელმწიფოს აქვს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომ მსგავსი საშუალება არსებობს და მსგავს პრაქტიკას პრეცედენტს იზიარებს აღნიშნული სახელმწიფო. ეხლა ჩვენ შემთხვევაში, კაზუსის შემთხვევაში გვიწერია, რომ ესპანეთის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითო უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის დისტანციურად გამოკითხვა დასაშვებიაო. ანუ მეორე ელემენტი გვაქვს ჩვენ საფუძველი, ხო, ნახეთ, ხო ვთქვით, რომ დაშვებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მეორე პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით და მესამე იმ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. აი მეორე პუნქტი გამოგვადგება. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით არის დადგენილი, გათვალისწინებული, აღნიშნული. ამიტომ ადვოკატის პოზიცია საფუძვლიანი არ არის, რადგან პირველი ვარიანტი გვაქვს, რომ გამომძებელს უფლება აქვს მძიმე დანაშაულის გამოძიების ფარგლებში უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაატაროს პირის დისტანციურად გამოკითხვაო, ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის. და ბედადე ვარიანტები კიდე გვეუბნება, რომ ერთ ვარიანტში გვეუბნება, რომ შუამდგომლობა ჭირდება ამას და მეორე შემთხვევაში გამომძებელს გავსი უფლებამოსილება არ აქვსო და პროკურორს აქვს მხოლოდ მაგალითად ვარიანტი. აქაც ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურორსაც აქვს თავისთავად და გამომძებელს აქვს ოღონდ პროკურორის თანხმობით. ამიტომ აქ ვიტყვით, რომ სწორი პასუხი გვაქვს დე ვარიანტი, არც ერთი ზემოაღნიშნული პასუხი არ არის სწორი. მე-18 ტესტური დავალება არის შედგენილი უკვე ნარკოტიკულ საშუალებების მტკიცებულებების ნაწილზე და აღნიშნული უფრო მეტად საყურადღებო არის პოლიციელებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, გამომძებლებისთვის, იმიტომ რომ მათ ყველაზე ხშირად უწევთ ნარკოტიკულ საშუალებებთან წინააღმდეგ ბრძოლა და მუშაობა, გამოვლენა და ასე შემდეგ. და ნახეთ რა საინტერესო მოცემულობა გვაქვს ბოლოდროინდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად. 2025 წლის 10 ნოემბერს პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერაცნობა მოითხოვა. დასაბუთებისას პროკურორმა მხოლოდ ჩხრეკის შედეგი მიუთითა, კერძოდ ის, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება MDMA წონით 0.058 გრამი, შესაბამისად არსებობდა შუამდგომლობის კანონიერად ცნობის ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები. მოსამართლემ მიიღო განჩინება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება უკანონო ცნო. სწორად იმოქმედა თუ არა მოსამართლემ. ავარიანტია დიახ, რადგან ჩხრეკისათვის აუცილებელი დასაბუთების ვარაუდი შექმნის საფუძვლად ჩხრეკის შედეგი არ განიხილება. ბევარიანტია დიახ, რადგან ამოღებისათვის აუცილებელი დასაბუთების ვარაუდი შექმნის ერთ-ერთი საფუძველია ჩხრეკის შედეგი. გევარიანტია დიახ, რადგან პროკურორს უნდა მოეთხოვა ამოღების კანონიერაცნობა და დევარიანტია დიახ, რადგან პროკურორს უნდა მოეთხოვა ამოღებისა და ჩხრეკის კანონიერაცნობა. ნახეთ, საპროცესო კოდექსის 119 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 119 მუხლის მე-4 ნაწილები და ნაწილისა და 121 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განეხილავს ჩხრეკისათვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ნომერი 2/2/1276. ანუ რა გითხრამით მოსამართლემ, რომ ჩხრეკის შედეგი რაც არის, რაც ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება, აი ნახეთ, იმისათვის რომ მოსამართლემ ჩხრეკა კანონიერად გვიცნობს, აი ნახეთ ბატონო მოსამართლე რა ამოვიღეთო, ამითი მარტო ვერ ამაგრებ, სხვა რაღაცები ჭირდება. ეს ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი საფუძველი, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენ აქ ხედავთ, რომ დასაბუთებისას პროკურორმა მხოლოდ ჩხრეკის შედეგი მიუთითა, ანუ სხვა როგორც ჩანს არაფერი არ ქონდა საქმეში და აი ამ ჩხრეკის კანონიერაცნობა მოითხოვა, ხო, გადაუდებელი აუცილებლობით რაც იქნა ჩატარებული.
მსგავსი მოქმედებით მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პირდაპირ გრძალავს უკვე საკონსტიტუციო სამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ შესაძლებლობას, რის გამოც ჩვენ აქ სწორ პასუხად მოუხაზავთ ავარიანტს, რადგან ჩხრეკისათვის აუცილებელი დასაბუთების ვარაუდის შექმნის საფუძვლად ჩხრეკის შედეგი არ განეხილება. მე-19 ტესტური დავალება არის სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის კერძო ნაწილიდან ასევე შედგენილი და ეხება გამოძიების დაწყება არ დაწყების საკითხს. ვაკე საბურთალოს რაიონულ პროკურატურას მიმართა მაჩაბლიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ დილით თავისი ავტომანქანის უკანა ორივე საბურავი მოხსნილი დახვდა. პროკურორმა ისე რომ ზემდგომ პროკურორსაც კი არ აცნობა და არც შესაბამის პოლიციის განყოფილებას არ გადაუგზავნა დაზარალებულის განცხადება, დაუყოვნებლივ თვითონ დაიწყო გამოძიება. კანონიერად იმოქმედა თუ არა პროკურორმა. ავარიანტია, დიახ, ასეთ შემთხვევაში მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება დაიწყოს გამოძიება. ბ-ვარიანტია, დიახ, ასეთ შემთხვევაში მას აქვს ვალდებულება დაიწყოს გამოძიება. გ-ვარიანტია, არა, მას გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ზემდგომი პროკურორისათვის და დ-ვარიანტია, არა, მას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამომძიებლისთვის უნდა მიეწოდებინა. სისხლისამართლის კოდექსის მიასე მუხლის თანახმად, მეგობრებო, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, როგორც გამომძიებელი, ისე პროკურორი, ანუ ზოგადად ბრალდების მხარეზე არის აქ საუბარი, ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს სავალდებულო ინფორმირების საკითხსაც, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას იწყებს გამომძიებელი, მან პროკურორს დაუყოვნებლივ უნდა აცნობს აღნიშნულის თაობაზე. ამრიგად, როგორც მუხლიდან ჩანს, ინფორმირების ვალდებულება აქვს არა პროკურორს, არამედ გამომძიებელს. შესაბამისად, გ-ვარიანტი ჩვენ აქ გამოგვერიცხება, ხო? უნდა ეცნობებინა ზემდგომი პროკურორისთვის ეს ვარიანტი გამოგვერიცხება. ასევე გამოგვერიცხება ჩვენ დ-ვარიანტიც, რადგან პროკურორს შეუძლია თვითონ დაიწყოს გამოძიება და გამომძიებლისათვის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება მას არ აქვს. რაც შეეხება ა და ბ ვარიანტებს, მასში განსხვავება გვაქვს შემდეგი, როგორც ხედავთ. ერთ შემთხვევაში გვაქვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის ბრალდების მხარის გამოძიების დაწყება არ დაწყების საკითხის გადაწყვეტა, ხოლო მეორე ვარიანტი გვეუბნება ბ ვარიანტი, რომ დისკრეცია კი არ არისო, არამედ ვალდებულება, იმპერატივა არისო, რომ მსგავს შემთხვევაში ბრალდების მხარე ვალდებული არის დაიწყოს გამოძიება. სწორი ვარიანტია, რა თქმა უნდა, ბ ვარიანტი, როგორც თავშივე აღინიშნა, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიების დაწყება ვალდებულებას წარმოადგენს და არა უფლებამოსილებას. ხშირად არის ხოლმე გამოსვლაზე, როდესაც მსგავსი ტიპის ტესტური დავალებები არის, მეგობრებო, ტერმინში არის განსხვავება და ხშირად დაძაბულობის გამო ბევრს ეშლება ხოლმე. ნახეთ, გამოძიების დაწყება არის ვალდებულება, ხოლო სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება დისკრეცია. აი ეს განსხვავება მინდა დაინახოთ. ყველა ვარიანტში თუ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მისული არის სამართალდამცავი უწყებისათვის, მათი ვალდებულებაა დაიწყონ გამოძიება, ხოლო როდესაც გამოძიება მივა რაღაც ეტაპზე, რომ შექმნან დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შესაძლოა ჩაიდინა სისხლისამართლის კოდექსის გათვალისწინებული ისა თუ ის დანაშაულებრივი ქმედება, ამ შემთხვევაში გამომძიებელი უკვე არაფერ შუაში აღარ არის, ამ შემთხვევაში პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება არის დაიწყოს თუ არა არ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა. ამიტომ აქ ჩვენ მარტივად უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი იქნება ბ ვარიანტი. და ბოლოსკენ, მეგობრებო, შემოვინახე ვადებთან დაკავშირებული ტესტური დავალება, კერძოდ კი საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება. ა ვარიანტია, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა 20 დღემდე. ბ ვარიანტია, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა 30 დღემდე, გ ვარიანტია 60 დღემდე და დ ვარიანტია 90 დღემდე. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. აღნიშნული კითხვაზე სწორი პასუხი რომ მივიღოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კომპლექსურად, ანუ შინაარსობრივად 191 მუხლი კარგად, იმიტომ რომ კონკრეტულ ერთ აღებულ 191 მუხლის კონკრეტულ პუნქტში მსგავსი ვადები ჩვენ არ გვიწერია. ანუ მე უნდა ავიღოთ ეს ყველა ნაწილი 191 მუხლის, კარგად გავაანალიზოთ, მივუმატოთ, გამოვაკლოთ პატარა არითმეტიკაც გამოვიყენოთ და მე მივიღებთ სწორ პასუხს. ნახეთ,
191 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არაუმეტეს 20 დღის ვადით. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი აღნიშნულზე იყოს თანახმა. ამას გარდა, ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. რაც შეეხება ამ პერიოდის პატიმრობის ვადაში ჩათვლის საკითხს, მეხუთე ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა. ესე იგი, რა გამოდის, ხო? ადვოკატი და ბრალდებული თუ თანახმა არიან და ესენი თვითონ ითხოვენ ექსპერტიზის გაგრძელებას, ვადის გაგრძელებას, ეს პატიმრობის ვადაში აღარ ჩაითვლება. პატიმრობის ვადაში ითვლება მარტო რა? 20 დღე, პირველადი 20 დღე და აი 10 დღით რო გაგრძელდება სასამართლოს განჩინებით, აი ის ვადა. ამიტომ რა გამოდის? 20 + 10 გვაქვს 30 დღე და ნიშნავს იმას, რომ პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ 30 დღე. დარჩენილი ვადა, როდესაც შეიძლება რომ კიდევ ერთი თვით გაიზარდოს, მაგალითად არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს, ხო? 30 დღე იყო მოთავსებული და კიდე ერთი თვით მოითხოვა თვითონ დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით. აი ეს დარჩენილი 30 დღე, რაც ადვოკატმა მოითხოვა, პატიმრობის ვადაში აღარ გაანგარიშდება, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ ჩვენ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, B ვარიანტი. მიმდინარე განხილვაში, მეგობრებო, ეს 20 ტესტური დავალება იყო. მსურდა თქვენთი შემომეთავაზებინა. ძალიან შრომატევადი არის ტესტებზე მუშაობა, შედგენა, განხილვა, ჩაწერა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ იურისტები ვართ, ნათქვამი არის, რომ სადაც ორი იურისტია, სამი აზრი არისო, ერთ ტესტს რო შევადგენ, მე თვითონვე შეიძლება მე სხვა რაკურსით შევხედო ხოლმე და მივხვდე რომ რაღაცა ისე თლად ისე ვერ არის. ამიტომ ესე მალ-მალე ვერ ავტვირთავ ტესტურ დავალებებს იმ არგუმენტით, რომ შეიძლება შეცდომაში შევიყვანო მსმენელი, ანუ დრო ჭირდება, გაანალიზება ჭირდება ამ ყველაფერს. და მირჩევნია ესე გარკვეული პერიოდულობით დავამუშაო, ხარისხი კონდეს, გადამოწმებული იყოს, რათა მსმენელი შეცდომაში არ შევიდეს. ამ მთელი ჩვენი საქმიანობის მიზანი და იდეა არის, რომ ესე დავეხმაროთ ერთმანეთს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე, როგორც პრაქტიკული კუთხით, ასევე არაერთი საკვალიფიკაციო გამოცდების ფარგლებში, თქვენ გაგიზიაროთ მაქსიმალურად. დაგემშვიდობებით, გისურვებ წარმატებებს, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ გიპასუხოთ, დაგეხმაროთ შეძლების დაგვარად, შეგიძლიათ როგორც აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, შეკითხვა, ასევე მოგმართოთ Facebook-ის პლატფორმის მეშვეობით ჩვენი ჯგუფების და გვერდის გავლით. ნახვამდის, გისურვებ წარმატებებს.